დასაქმების ახალი კონცეფცია ნაციონალური მოძრაობის განუმცირესობა მმართველ გუნდს პრობლემების გადასაჭრელად 4 პუნქტიან გეგმას თავაზობს. გადასახადების შემცირება, ეკონომიკური დანაშაულის დეკრიმინალიზაცია, მაკროეკონომიკური პარამეტრების შენარჩუნება და ევროკავშირთან თავისუფალი სავაჭრო შეთანხმების გაფორმების დაჩქარება. როგორ აფასებს მთავრობა ნაციონალური მოძრაობის შეთავაზებას თამარ ჩიხლაძე მოგიყვებათ. ეს იქნება მნიშვნელოვანი სტიმული ერთის მხრივ ქართული ეკონომიკისთვის და მეორეს მხრივ შექმნის ახალ სამუშაო ადგილებს, მნიშვნელოვან სტიმულს ახალი სამუშაო ადგილების შექმნას. ეს არის ერთადერთი სწორი გზა. ერთადერთი და სწორი გზის საჩვენებლად ახალი კონცეფცია 4 პუნქტად დაიყო. უმშევრობაზე ზრუნვას და დასაქმებას ლაპარაკის ნაცვლად უმცირესობა ამჯერად ახალ ხელისუფლებას თხოვს. ზურაბ ჯაფარიძის წარმოდგენილ ჩამონათვალში რამდენიმე შეთავაზებაა, 3 ახალი, 1-იც კი ძველი. გადასახადების შემცირების, მაკროეკონომიკის პარამეტრების ზრდისა და ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობის პარალელურად უმცირესობა კვლავ 2013 წლამდე ჩადენილი ფინანსური დანაშაულის ამნისტიას ითხოვს. უნდა მოხდეს იმ ნაბიჯების გადადგმა, რომელიც პრეზიდენტის ინიციატივით იყო შემოსული პარლამენტში, უნდა მოხდეს ეკონომიკური დანაშაულის დეკრიმინალიზაცია, რადგან ბიზნესის ფლობელებს და ბიზნესის მმართველებს აღარ სვამდნენ ციხეში ფინანსურ-ეკონომიკური ხასიათის დანაშაულის ჩადენისთვის. ერთი, მეორე, უნდა გამოცხადდეს ამნისტია ფინანსურ-ეკონომიკური ხასიათის დანაშაულებზე, რომლებიც ჩადენილია 2013 წლის 1 იანვრამდე და მესამე, ბიზნესის დაცულობის გაზრდის მიზნით უნდა აეკრძალოს სახელმწიფო მაკონტროლებელ ორგანოებს კერძო კომპანიების შემოწმება სასამართლოს ნებართვის გარეშე. ნაციონალურ მოძრაობას ჰქონდა 9 წელი დასაქმების პროგრამები. ხელისუფლებაში ყოფნის 9 წელი დღეს უმცირესობის წინააღმდეგ მთავარი კონტრარგუმენტია. ფინანსთა მინისტრი ნაციონალურ მოძრაობას ევროკავშირთან თავისუფალ ვაჭრობაზე გაჭიანურებულ მოლაპარაკებებს ახსენებს. ეკონომიკის მინისტრი კი ამბობს, რომ ხელისუფლება არც საგადასახადო პოლიტიკას შეცვლის. ბრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებასთან დაკავშირებით ნაციონალური მოძრაობა წლების განმავლობაში ყველაფერს აკეთებდა იმისათვის, რომ ეს ხელშეკრულება არ დადებულიყო. ეს იყო გაჯიუტება ანტიმონოპოლიურ სამსახურთან დაკავშირებით, ეს იყო გაჯიუტება შრომის კანონმდებლობასთან დაკავშირებით, ეს იყო გაჯიუტება ხარისხის კონტროლთან დაკავშირებით. ამიტომ დღეს ნაციონალური მოძრაობის მხრიდან აპელირება არის უბრალოდ მოსახლეობისათვის თვალში ნაცვლის შექმნის მცდელობა. გადასახადები საქართველოში არის ერთ-ერთი ყველაზე მცირე მსოფლიოში, მეოთხე ვართ გადასახადების სიმცირის დონით და მე არ მგონია რომ საჭიროება იყოს რომ გადასახადები დავწიოთ კიდევ. ამის საჭიროება დღეს არ არსებობს. ძალიან ბევრი სოციალური ხარჯი დაგვრჩება დაუფინანსებელი. ეს მაჩვენებლები ბოლო 5 წელს განმავლობაში მიდიოდა გამოვარასებისკენ, ის არ გამარჯვება. უმუშევრობის პრობლემის გადაჭრის მორიგ გზას პროპაგანდისტულად მიიჩნევს ემზარ ჯგერენაია. ექსპერტის აზრით ჩამოთვლილ 4 პუნქტს დასაქმებასთან საერთო არაფერი აქვს. მე უფრო მგონია რომ ამნისტია რეგათ თავი მიზანი და დანარჩენი დამატებულია. აი ესეთ რამებს განცხადების გაკეთება და კონცეფციის დარქმევა მგონი ცოტა უხერხულია. მესამე და მეოთხე პუნქტი საერთოდ ტრევიალური პუნქტებია. ყველა ქვეყნის მთავრობა ცდილობს მაკროეკონომიკურ სტაბილურობას. ახალი გერა საერთოდ არაფერი არ არის. რაც შეეხება სამუშაო ადგილის შექმნას და ექსპორტის სტიმულირების გამო ევროპას და თავისუფალ ვაჭრობის შეთანხმებას მუშაობა მიმდინარეობს და გრძელდება და არ შეფერხებულა. მე პირადად ვაპირებ შევებრძოლო საქართველოს უმუშევრობას ისევე, როგორც ვებრძოლდი წლების განმავლობაში კრიმინალს და კორუფციას. დასაქმება ნაციონალური მოძრაობის ყველა წინასაარჩევნო პროგრამის მუდმივი დაპირებაა. პრობლემის გადასაჭრელად ყოფილმა ხელისუფლებამ სამინისტროც შექმნა. დაიწყო უმუშევართა აღრიცხვაც. თუმცა 9 წლის მანძილზე დაპირებების მსგავსად არც უმუშევრობის სტატისტიკა შეცვლილა. არჩევნების შემდეგ დაუსაქმებელი დარჩა დასაქმების მინისტრიც. შევქმნით უმოკლეს ხიდს დამსაქმებელსა და დასაქმებულს შორის. პაატა ტრაპაიძემ ხიდის გადება ვერ მოასწრო. მისი ყოფილი თანაგუნდელები კი ინიციატივაზე პასუხს უმრავლესობისგან ელიან.